ევროპული საბჭოს განცხადებაში, რომელიც რეგიონული უსაფრთხოების შესახებ მინისტერიალის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, საქართველოს ნახსენები არ არის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, თურქეთის, უკრაინისა და შუა აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. დღის წესრიგში იყო რეგიონული უსაფრთხოება და თანამშრომლობის გაღრმავება. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს წევრ ქვეყნებს და პარტნიორებს შესაძლებლობების შექმნაში ჰიბრიდულ საფრთხებთან გამკლავებაში, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და მონიტორინგში. ლუქსემბურგში გამართულ მინისტერიალზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი არ მიწვიეს, დაპატიჟეს მხოლოდ ელჩი. სალომე ლაბაძე მუშაობს თემაზე, რომელიც ფორმულას ეთერს უერთდება, ის ესაუბრა ქართული ოცნების წარმომადგენლებს. სალომე, ამჯერად რითი ხსნის პარტია, რატომ იმსჯელეს რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისევ საქართველოს გარეშე და რატომ არ გაუშვეს მიწვეული ელჩი ლუქსემბურგში? დავიწყოთ იმის, რომ ლუქსემბურგში გამართული ეს შეხვედრა არის მორიგი საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის გამო გამოაკლდა და საიდანაც ივანიშვილის ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ ისევ კრიტიკული გზავნილები მიიღო. თუმცა, ოცნების წარმომადგენლები ტრადიციულად ამ გზავნილებს ისევ მუქარით პასუხობენ და ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან ევროგაერთიანებას მოუწევს იმ რეალობის მიღება, რომელიც საქართველოში სწორედ ივანიშვილმა შექმნა. რაც შეეხება ევროკავშირის მიდგომას, რომლის შესახებ გუშინ კაია კალასმაც ისაუბრა და რომლის მიხედვით არ არის გამორიცხული, რომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს არა საქართველოს ყველა მოქალაქეს, არამედ მოსაოდნელია, რომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერდებათ ოცნების პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის ამ პოლიტიკის პროპაგანდის ხაზით მხარდამჭერებსაც. ამის გათვალისწინებით ქართულ ოცნებაში უკვე ვეღარ ამბობენ, რომ ევროკავშირი ქართულ ხალხს უპირებს დასჯას, მათი ეს პროპაგანდისტული გზავნილი, მათივე რიტორიკიდან შეიძლება ითქვას, რომ ამოვარდა და ისინი ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ახლა ადგილი აქვს მათ წინააღმდეგ შანტაჟის მცდელობას, რაც როგორც გვარწმუნებენ, არ იმუშავებს. თუმცა მანამდე, ვიდრე ეს საკითხი გაირკვევა, ანუ უვიზო მიმოსვლის ბედი გადაწყდება, ევროკავშირი ქართული ოცნების რეჟიმის მიმართ პოლიტიკური კონტაქტების შემცირების მიდგომას აგრძელებს და სწორედ ამის გამოხატვაა ისიც, რომ მინისტერიალის დასრულების შემდეგ ლუქსემბურგშივე გამართულ შეხვედრაში, სადაც მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე სახელმწიფოები აღმოსავლეთ პარტნიორობიდან, შავი ზღვის რეგიონიდან და ცენტრალური აზიიდან, წარმოდგენილი არ იყო პრინციპში მხოლოდ საქართველოს. სწორედ ოცნების პოლიტიკის აი ამგვარ შედეგებზე ავრცელებს სოციალურ ქსელში პოსტს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ოცნებამ მოახერხა და ყველა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით საქართველოს საერთოდ დაუკარგა სახელმწიფოებრიობის ისეთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი, როგორიც საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკა დღეს საქართველოში გარდაცვლილია, აღნიშნავს ამას მიხეილ სააკაშვილი. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, არ შეჩერების თემა, ჩვენ არაერთხელ გვითხოვთ ჩვენი საზოგადოებისთვის და გავმარტავ კიდევ ერთხელ, რომ ეს არის პირდაპირ მათ ხელში რაღაც შანტაჟის იარაღი. მოგიწევთ იმ რეალობასთან შეგუება, ჩვენ პარტნიორებს ვეთქვით, რომელი რეალობას დგას ჩვენს ქვეყანაში. იმ ღირსეულ გადაწყვეტილებებთან მოგიწევთ თვალებს ჩახედვა, იმ გადაწყვეტილებებთან, რასაც ქვია სუვერენიტეტის დაცვა. მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გვესაუბრონ პარტნიორულად და გვესაუბრონ ისე და იმ ფორმატში, სადაც როგორც მათი ინტერესები, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიც უმაღლეს დონეზე იქნება გათვალისწინებული. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი მოლოდინები ჩნდება საზოგადოებაში, რაც ახლა ბუნებრივია ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც დიქტატურას ამყარებ ქვეყანაში და პირდაპირ ბრძოლას უცხადებ, როგორც რიტორიკის ისე ქმედებების დონეზე ყველა დასავლელ პარტნიორს, ამ დროს საკუთარ ცხადია, რომ საფრთხე უქმება ყველა იმ მას და სიკეთეს, რომელიც გვაკავშირებს დასავლეთთან. ამას პოზიტიური მოლოდინები ვერ გვექნება, თუმცა ძალიან კარგია, რომ ევროკავშირში საუბრობენ პირველ რიგში და აქცენტს აკეთებენ არა ქართული ხალხის, მათ შორის აი ამ მხრივ დასჯაზე, არამედ კონკრეტულად იმ ადამიანების დასჯაზე, რომლებიც წარმოადგენენ ნაწილს ივანიშვილის რეპრესიული აპარატის. საქართველოს ჰქონდა საგარეო პოლიტიკა გამსახურდიას დროს, ბევრად მეტი შევარდნაძის პრეზიდენტობისას. ჩემ დროს საქართველო გადაიქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოთამაშედ. ახლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასება შეუძლებელია, რაც არ არსებობს, იმას ვერ შეაფასებ. შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სიკვდილის კონსტატირება. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ССР-ს ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის განთავსებული იყო მაშინდელი პლეხანოვის ძველებური შენობის რამდენიმე ოთახში. მინისტრს ერქვა გოგი ჯავახიშვილი. იქ სტაჟირების დროს დავრწმუნდი, რომ სამინისტრო საერთოდ არაფერს აკეთებდა. დღესაც საქართველოს, როგორც მაშინ, აქვს საგარეო საქმეთა უწყება, რომელიც უფრო დიდ ძველებურ შენობაში იმყოფება და როგორც მაშინ ის არაფერს აკეთებს. საქართველოს აღარ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი, საგარეო პოლიტიკა. ის გარდაიცვალა.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ გრძელვადიანად დააზიანა საქართველოს, მათ შორის გეოგრაფიიდან გამომდინარე შესაძლებლობებიც, როგორც შავი ზღვის ქვეყნის, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის დერეფნის შესაძლებლობებიც ქონე ქვეყნის. შესაბამისად, ამაში, როდესაც მთლიანად ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიაში საქართველოზე ჩანაწერია, რომ თუ საქართველო დაუბრუნდება კონსტიტუციურ გზას, ამ შემთხვევაში გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველოს შესაძლებლობა ამ სტრატეგიაში, ისე როგორც ამ არეალში დაბრუნების არის მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული და კონსტიტუციურად არჩეული ის კურსი, რაზეც ირაკლი კობახიძემ ღიად უარი განაცხადა. და მაშინ როცა როგორც უკვე აღინიშნა სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის გამო საქართველო გამოაკლდა კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს შეკრებას და ძალაში რჩება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეს. ოცნება ცდილობს თავდასხმის პოზიციაში იყოს, თავდასხმის ახალ საბაბად კი ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები იყენებენ იმას, რომ ლუქსემბურგში გამართულ ამ შეხვედრაზე ოცნების პროპაგანდისტური ნარატივი არავის გაუმეორებია და საქართველოს მოქალაქეები ძალადობაში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო არავის დაუდანაშაულებია. სწორედ ამის გამო გამოთქვამს წუხილ სოციალურ ქსელში პოსტით ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, თუმცა ამის საპირისპიროდ ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ლიდერის კაია კალასის განცხადება, რომელმაც სწორედ ქართული ოცნება გამოაცხადა ძალად, რომელიც ქვეყანაში რეპრესიული კანონებით თუ რეპრესიული მოქმედებით იწვევს იმას, რომ ახლა დაზიანებულია კანონის უზენაესობაც და ადგილი აქვს დემოკრატიულ უკუსვას.